თვით. Я всех приветствую, кто в прямом эфире с нами. იმიტომ რომ ბევრნი არიან ჩვენებიც, რომლებიც საზღვარგარეთიდან არიან ჩვენთან ამ დროს. Очень многие наши за границей, они вместе с нами. ჰალელუია. ამიტომ განსაკუთრებით თქვენ ერთგულებს, რომლებიც არ ტოვებთ საკრებულოს. Особенно вам, верным, которые не оставляете собрание. უფალმა გაკურთხოთ. Пускай Бог вас благословит. კარგით, ვიფასებო დღეს ქრისტიანობა გახდა რაღაც თითქოს ესეთი ლოიალური, მოდური. Христианство стало как бы сегодня модным, лояльным. აი, იმიტომ უნდათ რომ იყვნენ ქრისტიანი, რომ მოდაში აი ის არის, იმან გააკეთა ის რაღაცას ასრულებს. И христианство вошло в моду, потому люди хотят быть христианами, потому что это в тренде, это в моде. როგორც ადამიანი ეცდება რომ რაღაც ისეთი ბრენდული შეიძინოს. Как люди хотят какой-то бренд купить для себя. ეს მოდაშია და მოდი აი ამ ფილმის ვიხიდოთ რაღაც. Я куплю этой фирмы одежду, она сегодня в тренде, она в моде. და უფრო ამის გამო იწყებენ მიახლოებას ესე ვთქვათ ეკლესიასთან. И люди потому ради моды приближаются к церкви. და მეორეს მხრივ გახდა ესეთი პრიმიტიული, ზედაპირული ძვირფასება. И все стало такое примитивное, все такое поверхностное. ესმეთ, მაგრამ უფალს უნდა რომ დაგვანახოს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ. Но Господь хочет показать, как нам вести себя. და ღმერთი დასაწყისიდანვე აფრთხილებდა ადამიანს, რომ არავის არ ემსახურო გარდა ჩემისა, ანუ ცოცხალი ღმერთისა. И всегда Господь продолжал в начале человека: не служи никому, кроме меня. Только служи живому Богу. Амин. იმიტომ თუ არ ემსახურები უფალს, если ты не служишь Богу, Господу, живому Господу, ცოცხალ ღმერთს, მაშინ ავტომატურად მოგიწევს ემსახურო კერპებს, საზრუნავებს, რელიგიებს. Тогда автоматически ты служишь религии, идолам, გულის თქმებს, заботам, похотям. იმიტომ მესამე არ არსებობს ვიფასებო. არ არსებობს. ალტერნატივა არ არის. ან ღმერთს ემსახურები, ან ემსახურები სხვა სამეფოს. Нет альтернативы. Или ты служишь Богу живому, или не служишь. ესმით, ну, რა თქმა უნდა, ყველა იტყვის რომ მე ღმერთს ვემსახურები, კაცო. Все скажут: нет, я Богу служу. მე მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს მივყვები და სხვა არავის. Многие скажут, что мы только за Богом следуем, ни за кем другим. მაგრამ ღმერთმა დაადგინა გზები თუ როგორ უნდა ემსახურო მას. Ну Бог установил путь, через который ты можешь прийти к Богу. ნახეთ, ღმერთმა თქვა რომ მე მემსახურე. Бог сказал: мне служить. ესმით, 10 მცნება გახსოვთ? Вы помните 10 заповедей? არ გაიგეთო არანაირი კერპი, არ მოიფიქრო რაღაც ღმერთი. Не делай идолов, не придумай себе идолов. მე მემსახურე მხოლოდ. Но мне служи, говорит იმიტომ რომ თუ Господь. შენ მე არ მომემსახურები, Если ты не будешь служить мне, говорит Господь, მაშინ ისინი გაიძულებენ რომ გახდნენ მათი მსახური. тогда вот эти кумиры будут заставлять тебя, что ты им служил. გინდა ღმერთის მსახური იყო. Ты хочешь быть слугой Бога, ის უნდა ღმერთის служить მსახური Богу. იყო. Ты хочешь служить Богу. მაშინ შენთვის იქნება ეს სიტყვა დღეს და ყურადღებით Это მოისმინე. сегодня для тебя это слово. ამენ. მე მინდა ვიქადაგო თემაზე დღეს, რომლის სათაური არის მსახური ძვირფასება. Хочу говорить о теме, которую я назвал так: служитель, да? Служитель. ამენ. იმიტომ რომ მსახური ეს არ არის მხოლოდ ღმერთის მსახური ძვირფასება. Это не только служить Господу. იმიტომ რომ უფალს უნდა რომ შენ იყო მოყვასის მსახური, შენი ახლობელის Он მსახური. хочет, чтобы ты служил близкому, ближнему. ადვილია თქვა, მე ღმერთის მსახური ვარ. Ты хочешь сказать: я служу Богу. მაგრამ უფალმა იცი რა თქვა ძვირფასება. Что сказал Господь? მე ვერ მხედავ შენ. Ты меня не видишь. ამენ. ხედავ ღმერთს. Ты видишь Бога? რა თქმა უნდა ვერა. Конечно же нет. თუ შენ ღმერთს ხედავ, Если ты Бога видишь, მაშინ მე მომიწევს ვილოცო შენთვის ხანგრძლივად. тогда мне придется очень долго за тебя молиться, если ты видишь Бога. ანუ ღმერთს ვერავინ ვერ ხედავს. Потому что Бога никто не ჩვენ может видеть. წმენით ვემსახურებით მას. Мы верой служим Богу. ამიტომ ღმერთმა რა გვითხრა იცი? Что сказал Бог? თუ გინდა რომ ჩემი მსახური იყო, Если хочешь быть мне слугой, ვის უნდა? кто хочет? მაშინ მოემსახურე ვისაც ხედავ. Тогда служи тем, кого ты видишь. ამენ. იმიტომ თუ შენ ვისაც ხედავ, იმის მსახური გახდები. Если ты кого видишь и будешь служить этим людям, ღმერთი შენ станешь слугой. ჩათვლას გაგიკეთებს, რომ შენ ხარ მისი მსახური. И Бог тебе поставит такую галочку, что ты ему ამენ. служишь. სკოლაში ხო ესეთი ნიშანიც იყო, გახსოვთ? ჩათვლა, ჩაეთვალა. Было в школе такое, что ему ზაჩტინო. зачтено. ამენ. ამიტომ თუ შენ ემსახურები მოყვას, Если ты служишь ближнему, მაშინ შესაძლებელია რომ შენ გახდე ღმერთის მსახური. тогда возможно, что ты будешь слугой Бога. ცით ადამიანებს საერთოდ უადვილდებათ რომ იყვნენ ღმერთის მსახური ძვირფასებო. Вообще людям как бы легко служить Богу. მაგრამ უჭირთ იყვნენ ადამიანის მსახური. Но им трудно служить ближним. რატო?
Почему? ну ღმერთი არაფერს არ ეუბნება, არ ავალებს, Потому что Бог им ничего не говорит, არ უსწორებს, не კორექტივებს არ заставляет, აძლევს. не делает им коррективы. მაგრამ ადამიანი ჭკუას ასწავლის, ესე გააკეთე, ისე გააკეთე, არიგებს და ასე შემდეგ. А человек часто говорит, вот так делай, вот так, у него обличает. ღმერთი არაფერს არ გეტყვის, როგორ გააკეთო. Бог не скажет тебе, как делать. მით უმეტეს თუ არ ხარ განწყობილი, რომ მოემსახურო სხვას. Если ты не настроен служить другим. მაგრამ ვინც დაგიყენა უფალმა, თუ იმას არ დაექვემდებარები და მოემსახურები. Ну, кого Бог поставил тебя, ты не будешь его вот подотчетно ему человеку. ღმერთი ვერ გამოგიყენებს. Бог не сможет тебя использовать в этом случае. მოდით რამოდენიმე ისტორია გავიხსენოთ, ვიფასებოთ ძველი აღთმიდან. Некоторые истории из Ветхого Завета. კაენს უნდა ყოფილიყო ღმერთის მსახური. Каин хотел бы служить Господу, быть слугой Бога. მას არ უთქვამს ღმერთისთვის, რომ არ დაგიჯერებ, Он сказал, что Бог, я не буду тебя слушать, მსხვერპლს არ მოგიტან. не принесу жертву. მან გადადგა ნაბიჯი, რომ მომსახურებოდა ღმერთს, Он сделал шаг послужить Богу, მაგრამ но არ გახდა ძმის მსახური. он не стал служить своему брату. გესმით? Понимаете? კერიქით. Наоборот. ძალიან დიდი ცოდვა ჩაიდინა და მოკლა ის. Он совершил большой грех, он убил своего брата. დღეს შეიძლება ფიზიკურად არ კლავს ძმას, მაგრამ როდესაც ის არ ეპყრობა ისე, როგორც ღმერთმა დაადგინა ის ამით კულელობას ჩადის. Может, сегодня никто не убивает своих братьев, но если ты не служишь брату, как так Бог постановил, значит, ты духовно убиваешь. იოსებზე მომსახურება, დახმარება არ უნდოდა ძმებს, Да, братья не хотели помогать Иосифу, მაგრამ მამას ემსახურებოდნენ ამით. но они служили этим отцу, что не служили გესმით? сыну. არაფრად აგდებდნენ იოსებს. პატარა რო იყო იმიტომ. Да, Иосиф был младший брат, они его ни во что не вставили. საული არ დაემორჩილა სამუელს. Саул не был послушен Самуилу. გახსოვთ? Помните? მაგრამ პრეტენზია ქონდა რომ ემსახურებოდა ღმერთს. У него претензия была, и он говорил, что я служу Богу. გესმით? ღმერთო მე გაგიკეთე ყველაფერი რაც მითხარი, რაც მიბრძანე. Все, что ты не повелел, Господь, я сделал, как ты сказал. მაგრამ არ დაემორჩილა იმას ვინც უთხრა და არ ჩაეთვალა მას ეს. И он не послушал того, кто ему говорил, и это ему не зачтено было. გახსოვთ ხო? Помните? ასევე გახსოვთ უძღებიძეს ვიფასებო. Помните блудного сына? უძღებძეს უძღებიძე არ ექვემდებარებოდა არავის. Блудный сын никому не подчинялся, никого не слушал. პირიქით უნდოდა რომ მამას მიეცა რაღაცა მისთვის. Он, наоборот, хотел от отца взять какую-то часть, чтобы он... მიიღო და წავიდა, მიატოვა. Он взял свою часть и пошел. და არც უფროსი ძმა, ესე ვთქვათ, არ უყვარდა ისე რა, ეს ზედაპირ უყვარდა. ხო. Этот младший брат даже своего брата старшего не любил. Так, პირიქით უფროს ძმას არ უყვარდა ეს უძღებიძე. а наоборот, и старший брат тоже не любил младшего брата. ესმით, ვიდრე უძღებიძე იყო პრობლემებში, Пока блудный сын был в проблемах, უფროსი ძმა კარგად იყო. старший брат хорошо себя чувствовал. ესმით, ვეროდა ჰალელუია. Он пел «Аллилуйя» все равно. ღმერთს ემსახურებოდა. Он служил Богу. ამენ. მაგრამ როგორც კი დაინახა რომ მამამ პოზიცია მისცა, А когда он увидел, что папа дал позицию блудному сыну, младшему, როდესაც მობრუნდა, когда он вернулся, მოინანია დაბრუნდა ოჯახში. когда он вернулся и покаялся, вернулся в семью, ბოღმით აივსო და კი ნაღამ დაიხჩვა ბოღმით. он такой злобой наполнился и чуть не задушила его злоба. და ღმერთი უშვებს ჩვენ ცხოვრებაში ძვირფასებო. И Бог тоже допускает наши არა жизни. ჩვენს, არამედ ჩვენი ძმის, ჩვენი მოყვასის, ჩვენი ახლობლის წამოწევას. Что Бог допускает, что Бог поднимает рядом стоящих с тобой, Аминь. брата и сестру. და უყურებს თუ როგორი რეაქცია გაქვს შენ ამაზე. И он смотрит, какая реакция у тебя будет на это. ამენ, იმიტომ ადვილია რომ შენ ხარ უფროსი და ვიღაცას ესე მითითებებს აძლევ. Легко, когда ты вот начальствуешь и кому-то что-то говоришь. მაგრამ ის რო дагიყენოს უფროსად ღმერთმა. А если Бог другому поднимет, и он стоит начальником. რომ მანამდე ეუბნები, მე შენ მიყვარ ხარ, ეს გააკეთე, ის გააკეთე, карგი ბიჭი ხარ. Ты говоришь, то делай то, я люблю тебя, ты хороший парень. მაგრამ როდესაც უფალი ცვლის პოზიციას, Когда Бог меняет позиции, ისევ გიყვარს ის, ты также любишь этого человека. ისევ აგრძელებ დაქვემდებარებას მასზე. Также ты, подотчетности ეს მეძვირფასებო რაში არის საქმე, რომ ღმერთი ცვლილებებს უშვებს ჩვენ ცხოვრებაში. Бог часто приходит в нашу жизнь перемены, допускает перемены. რომ ჩვენ სრულ ყოს. Чтобы сделать нас совершенными. ამენ. არა იმიტომ რომ თქვა შენ რაღაც არ მოგცა. Это не потому, что он тебе что-то не дал. ღმერთს ძალიან ბევრი და საკმარისი აქვს რომ გაკურთხოს. У Бога очень много, даже больше, чтобы тебя благословить. მაგრამ ამ პატარა გამოცდებს თუ ვერ ჩააბარებ. Но
Если маленький экзамен ты не сдашь, ვერ შეინარჩუნებ და გაგეფლანგება ყველაფერი შეიძლება თავიც დაუყო. ты тоже можешь даже победу, ты не можешь что-то удержать, если ты маленький экзамен провалишься. ესმით მეგობრებო. Понимаете? დავითს არაფრად აგდებდნენ თავისი ძმები. Вот Давида ни во что не ставили его братья. მაგრამ როდესაც დადგა დრო მეფის კურთხევის И когда настало время, чтобы его короновали, там, царем, როდესაც მეფე უნდა დაეყილებინა წინასწარმეტყველს. да, и когда пророк должен был помазать на царство, ესმით იფიქრეს რომ იქნებ მე დამნიშნოს ახლა მეფედ. они сказали, наверное, ღმერთმა. Бог меня сделает царем. და როგორ დაგნიშნავს ღმერთი მეფედ? И как Бог тебя назначит царем? თუ შენ არ გიყვარს შენი ძმა პატარა და არაფრად აგდებ Ты не მას. любишь младшего своего брата и ни во что его ставишь. მეფე რო გახდები მთელ ქვეყანას ხო ესევე არაფრად ჩააგდებ მას. Если ты станешь, вот как ты не любил брата, ты всех тоже не будешь любить. თუ შენ მსახური არ იყავი პატარა ესე ვთქვათ ფარაში, Если ты маленьким слугой не был в маленьком стаде, როგორ იქნები დიდი სამწყსოს მმართველი? как ты будешь следить за огромным стадом? ესმე ანუ ღმერთის მსახურნი არიან, Или Божьи слуги, Божьи. არიან მსახურნი ღმერთის, უნდათ რომ ემსახურონ ღმერთს, То есть эти люди хотят служить Богу, მაგრამ არ უნდათ ემსახურონ ღმერთს უნდათ ემსახურონ, მაგრამ არ ახავს. да, они хотят служить Богу, но не людям. ამენ. პოზიციისთვის. Они хотят позицию, для позиции, ამენ. თანამდებობისთვის. для своего должность. должности, для своей ну должности, სახელდიდებისთვის რომ მე ნახე სადავარ. для своего имени, что где я, вот какой высоты я достиг. ესმე. კარგი ილუსტრაცია გვაქვს ჩვენ. У нас есть хорошая иллюстрация. გახსოვთ ალბათ ხო? Вы помните? კეთილი სამარიტელი. Это добрый самарянин. იესომ ესეთი იგავი მოყვა. Иисус рассказал такую притчу. ძალიან საინტერესო. Очень интересно. იმიტომ რომ მივიდა მასთან ერთი და კითხა რომ როგორ უნდა ვიყო ვინმეს მსახური და სიკეთე როგორ უნდა Один გავაკეთო. спросил, что как мне делать добро, и кому мне надо служить, кому мне нужно служить? და ვინ არის ეს თუ არა ნუ ჩვენ ეგონა რომ თვითონ იყვნენ Он ეს. сказал, ну кто я прежде, это вы и есть. და მან მოყვა ესეთი ამბავი. Иисус рассказал такую историю. ერთი ნუ გზად დაინახეს რომ ადამიანი ვიღაცამ გაძარცვა, გალახა და ცოცხალ მკვდარი ეგდო. Они видели человека, который вот разбойники ограбили и бросили полумертвого. გამოიარა მღვდელი. Прошел священник той дорогой. ესე წერია ბიბლიაში ძირფას. Как написано, გახსოვთ ეს ისტორია. помните эту историю? და რა ქნა? И что сказал священник? ვინ არა თუ არა მღვდელი უნდა ყოფილიყო პირველი ვინც უნდა დახმარებოდა ამ საწყალს. Кто никто, но кто вот должен был помочь этому человеку, как не священник? ესმე, იმიტომ რომ მღვდელი ხო სხვას ასწავლის. ო, აბა მოეხმარეთ. Священник же других учит, помогайте всем. ხელი გაუწოდეთ ყველას. Всем руку აკურთხეთ, протяните, благословляйте, მიეცით. отдавайте. ესმე, იმიტომ არის ნათქვამი ჩვენს ქვეყანაში. Потому у нас такое есть выражение в нашей стране. მღვდლის და ხოჯის მარტო ნათქვამი გაიგონეთო, მაგრამ საქმე არ გააკეთოთ. Да, священник только словам говорите, а по его Გაიგონია? делам не поступайте. გადაუარა და არ დაეხმარა. Он прошел мимо и не помог. ტრიბუნიდან შეიძლება სხვას ასწავლის, ო, არ მიატო საჭიროებაში. Ты был учишь, что помогай ближним, не оставляй в беде. არ ვიცი იესო რომელ მღვდელზე თქვა ეს. Я не знаю, о каком священнике сказал Бог. მაგრამ შენ არ უნდა იყო ესეთი მღვდელი. Но ты не должен быть таким священником. შენ არ უნდა იყო ესეთი პიროვნება. Ты должен быть таким человеком. ამენ. შემდეგ ლევიანი გამოიარა, ნუ თანამდებობის პირი. А потом тоже Левит прошел, ну он тоже имел должность. ეიმანას გვერდი აუარა და არ დაეხმარა. Он тоже мимо прошел. მაგრამ ნახეთ როგორი საქმოსანი არიან, ეჩქარებად საქმე აქვს გასაკეთებელი. Они такие ღმერთს добрые. ემსახურებიან. Они идут, что Богу послушать. ესმე და გამოიარა ერთი სამარიტელი. И прошел один самарянин. და სამარიტელები და ებრაელები ერთმანეთის მოკიშეტრები იყვნენ ძირფასებო. ტრობდნენ ერთმანეთთან ურთიერთობაც არ შეიძლებოდა მათი. В то время, между евреями и самарянинами была такая вражда, они даже друг с другом не общались. და ეს საწყალიც ებრაელი იყო. А этот раненый был евреем. და როგორ გაუხარდა ალბათ ამ მომაკვდავ ებრაელს, მე ბიჭო მღვდელი მოდის, რომელიც გუშინ ჭკუას მასწავლდა, ეხლა მომეხმარება, ანუ შეასრულებს რაზაც თვითონ ლაპარაკობდა. И я вчера увидела вот этот раненый священник, говорит, как хорошо, что прошел священник мой, он нам не поможет, он же вчера учил меня. Амен. добру. ადვილია ხო ლაპარაკი, Очень легко говорить, მაგრამ საქმეა მთავარი. но главное дело. გახსოვთ ადრე დევიზი რო იყო საქმე ლაპარაკის გარეშე. Помните, делом
Да вместо Amen. разговора. და ჩაუარა გვერდით. А священник мимо прошел. აი რას იფიქრებდა ეხლა ეს? Что потом вот это раненый человек. შენ რომ აქედან გასწავლონ რაღაც Вот если что-то кто-то будет учить отсюда. და მე თუ თქვა რაღაც მშიერი ხარ ან რაღაც გჭის და არავინ არ დაგეხმაროს. А если ты голодный, брошенный, никто тебе не поможет. ხო მეტყვი სიყალბეა ეს ყველა. Ты же скажешь, все это было ложно. Amen. Меня учили. შემდეგ ჩამოიარა მეორე ისიც არ დაეხმარა და მოდის სამარიტელი. Второй не помог. И вдруг идет და ეს самарянин. დარწმუნებულია რომ სამარიტელი მით უმეტეს არ შეხედავს, იმიტომ რომ ისინი მტრები არიან. И он подумал, да самарянин уже мой враг, он, конечно же, мне не და поможет. აი ამან დაეხმარა ძვირფასება. Ну, как раз он и помог. და იესო ბოლოს ამბობს. Иисус в конце აი говорит, ვინ არის მოყვასი? вот он и есть ближний. არა ის ვისაც რა წარმომავლობა აქვს და ასე შემდეგ. Не то, что кто происхождение, ამენ. არამედ ის ვინც ფიზიკურად აკეთებს ამ საქმეს. а тот, кто помогает физически делать это дело. ალელუია, სამარიტელმა დაამტკიცა რომ ის არის ღმერთის მოშიში. И самарянин доказал, что он боится Бога. ადამიანებზე მომსახურება ძვირფასებო არის იქნება თუ ღმერთს, აი ნახეთ, ზოგი ამბობს რომ მოდი ესე ვთქვა. ღმერთს ვემსახურები. Многие так говорят, я Богу служу. ღმერთზე მომსახურება Служить Богу, ადამიანებზე მომსახურების გარეშე служить Богу без служения ближним, ეს რელიგიაა. это равно религии. ამენ. ღმერთზე მომსახურება Служение Богу, ადამიანებზე მომსახურების გარეშე но не служение людям რელიგიაა. равно религии. ამენ. ღმერთზე მომსახურება Служить Богу, ადამიანებზე მომსახურებით служа людям, ეს ქრისტიანობაა. это и есть христианство. ეს იესოს მიმდევრობაა და მისი მოსწავლეობაა. Это значит быть учениками и последователями Христа Иисуса. ყველასგან გარიყულმა სამარიტელმა დაამტკიცა თუ ვინ არის მოყვასი. Вот это ответ отверженный самарянин, он доказал, ვინ არის მოყვასი. кто есть ближний. ამენ ძვირფასება. ამიტომ იყავი ღმერთის ნების შემსრულებელი. Будь исполнителем воли Божией. შეიძლება ეკლესიაში რომ დასვა კითხვა ყველას უნდა იყოს მსახური მისი. Может ли этот вопрос, все церкви скажут, мы хотим служить Богу, მაგრამ იყოს მსახური. быть слугой. ამენ, მაგრამ არავის არ უნდა მომსახურება. Но никто не хочет служить другим. ნახეთ, მსახურს არ ემსახურებიან. Служители не служат. მსახური ემსახურება А სხვა. просто служитель сам служит. აი რა არის განსხვავება. Вот в чем есть различие. მსახურს არ ემსახურებიან. Слугам, служители. да, служитель не служит, он сам служит. ამენ. იესო თავად გახდა ამისი მაგალითი. Иисус стал примером сам. ჰალელუია. ძვირფასებო, ნახეთ, იქ წერია რომ ის განკაცდა ღმერთი. Потому что Бог, он воплотился. ამენ. ის ღმერთი იყო. Он был Богом. ჰალელუია. Аллилуйя. მოვიდა ჩვენთან. Он пришел к რომ нам. ჩვენთვის გასაგები ყოფილიყო ურთიერთობა. Чтобы нам было понятно с ним общаться, ღმერთმა კომუნიკაცია დაამყარა ჩვენთან. Бог совершил коммуникацию. აი მაგალითად მოდის ვიღაცა საზღვარგარეთელი და მისი ენა არ იცი. Приходит кто-то за границей, и ты не знаешь его язык. შეგჭირდება თარჯიმანი. Тебе нужен переводчик. ამენ. ჩვენ არ ვიცოდით ღმერთის ენა. Мы не понимали Божий язык. ამენ. Не знали. ღმერთმა იესო გამოგზავნა. Бог послал Иисуса. როგორც თარჯიმანი და აგვიხსნა თუ როგორ უნდა დაუბრუნდეთ мама. Как переводчика, чтобы он объяснил дорогу домой, дорогу к Отцу. ამენ ძვირფასებო. Аминь, друзья. ის კაცი იყო, პატიოსანი და ღმერთი კი არ გახდა. ის ღმერთი იყო და განკაცდა. Да, он не был человеком и стал Богом. Он был Богом и стал человеком. ამენ. რომ ჩვენ მიგვიყვანოს მამასთან. Чтобы нас привести назад к Отцу. ამ სიტყვის ფუძე მსახურის. Это слово, корень слова «сахури». ეს არის სამსახური ძვირფასებო. Это значит работа против მომსახურება. Это служение. ამენ, ეს არის საქმე. Это дело. გაგიგონიათ ხო ესეთი სიტყვა მინისტრი? Вы слышали слово «министр»? რაღაც ეს მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი. Допустим, это министр сельского ამენ. хозяйства, განათლების მინისტრი. министр образования. ამენ. არის ესეთი. ჩვენთან არის ესეთი მინისტრი, ჭამის მინისტრი. У нас также есть вот министр, вот по идее. ამენ. ჰალელუია. გესმით? ანუ ის უფროსია. Значит, он главный. და ეს ინგლისურიდან აღებული ძვირფასებო სიტყვა, იცით არსი რა არის Да, მისი? это слово, за что с მინისტრი английского. თანამდებობა და სავარძელი კი არ არის. Министр это не должность или кресло. ეს ნიშნავს Министр означает, იდეაში, ну по идее, министр რომ означает, სხვას უნდა ემსახურო.
Это значит служить другим. Amen. Hallelujah. ამიტომ თუ შენ მინისტრი ხარ, Если ты министр, ინგლისურად ბიბლიაში სახური მინისტრით აღინიშნება ძვირფასებო და იმიტომ გეუბნებით ამას. да в английском слово слуга есть министр. ეგრეა ხო? Как же это? Amen. Hallelujah. Ну, примерно. სახური Служить. ეს არის მინისტრი. Слуга это ეს министр. ნიშნავს რომ სხვას უნდა Это ემსახურო. значит, ты служишь другим. ეს არის საქმიანობა. Это деятельность. მაგათ ერთი ესეთი ციტატა ადამიანდა გითხრათ. Есть такая цитата. ნამდვილი მსახური Вот настоящий слуга, служитель, ის არის მეფე он царь თავის აზროვნებაში. в своем разуме, в своих мыслях, он Amen. царь. მაგრამ მონა Но он раб თავის მოქმედებაში. в своих действиях. ჰალელუია. ნამდვილი მსახური Настоящий служитель, ეს არის მეფე თავის აზროვნებაში он царь в своих мыслях, в своем разуме, და მონა თავის მოქმედებაში. но он раб в своем действовании. ამენ. აი ეს არის მსახური. Это и есть служитель. ჰალელუია. ის ემსახურება, მას უნდა რომ ემსახუროს. Он хочет служить, он служит. რა არის მსახურის თვისებები? И какие качества служителя? ერთგულება, Верность, მიძღვნა, посвященность, თავმდაბლობა, смирение, მსხვერპლიანობა, жертвенность, მოთმინება, терпение, სიხარული, радость გესმენთ? და მორჩილება. и послушание. აი თუ ნამდვილი მსახურია, Если он настоящий служитель, ის აუცილებლად არის он обязательно ერთგული. верный. ნამდვილი მსახური მიზღვნილია. Верный служитель, он посвящен, ნამდვილი მსახური თავმდაბალია. он смирен, ნამდვილი მსახური მსხვერპლიანია. он жертвенный, ნამდვილი მსახური მომთმენია. он терпеливый, ნამდვილი მსახური. настоящий. ნამდვილი მსახური И настоящий служитель, სულ გახარებულია. он всегда радуется. ამენ. მას პრობლემა ვერ მოპარავს სიხარულს. И проблема не крадет его радость. ჰალელუია. ნამდვილი მსახური მორჩილია. И настоящий служа, он послушный. ამენ. არა ნაწილობრივ, არამედ მთლიანად, როგორც მოვისმინეთ. Он полностью послушен. დიდება უფალს. მოდით ნახოთ გამოსვლის 33 თავი Мы ძვირფასება. откроем исход 33 главы. იესუა ნავეს ძე იყო მსახური. Иисус навек был служителем. ნახეთ რა წერია. И что написано? იესო ღმერთს ელაპარაკებოდა, მსახურებებზე იყო Когда Иисус говорил с Богом, служителем, მოსე ღმერთს ემსახურებოდა, да Моисей служил Богу, Господу, მაგრამ იესუა но Иисус навек, მისი მსახური его служитель, კარავს არ შორდებოდა. не отходил от стана. მსახური არ შორდებოდა თავის ლიდერს. То есть служитель не отходил от своего лидера, от ნახეთ, Моисея. ნამდვილი მსახური თავის ლიდერს არ შორდება. Настоящий служитель не отходит от своего лидера. ჰალელუია. ნამდვილი მსახური ღმერთის. Настоящий слуга Бога. როგორ ღმერთს ვერ ხედავს, როგორ არ მოშორდეს მას. А как он Бога, он же не Бога не видит, как он от Бога не ვინც отойдет. დაუყენა ღმერთმა ლიდერად, Да кого Бог поставил лидера, იმას არ შორდება. он не отходит от Сул него, масთან არის. он с ним. მის garaში ნაბიჯს არ დგას. Да без него он не делает Მას никакие дела. უჯერებს. Он слушает, გესმენთ? понимаете? აი ეს არის საწყისი თუ როგორ იყო ღმერთის მსახური. Это есть начало, как быть слугой, служителем. შეუძლებელია გახდე ღმერთის მსახური, Невозможно быть служителем Бога, თუ მოშორებული ხარ შენს ლიდერთან, რომელიც არის დაყენებული. если ты отдалился от лидера, который Бог тебе поставил. ამენ ძვირფასებო. Amen. ელისე Елисей. ვიდრე ის გახდებოდა ორმაგი კურთხევის უკვე მფლობელი, მანამდე ემსახურებოდა ელიას. А прежде чем он стал кандидатом в данное помазание, он служил Илии. ის ხელზე წყალს უსხამდა, ყველაფერს აკეთებდა. Написано, что он навел руки на воду Илии. Он მიიტანდა, служил. ადრე ესე იყო. როდესაც არ იყო ესეთი ურბანული პრობლემები რო იყო. დოქით, ხელზე გადმოფარებული სახოცით და ტაშტით. პატარა ჭურჭლით მიდიოდა და ხელს აბანიებდნენ ხალხს. Когда еще не было так, как сейчас, они ходили с тазиком, с кувшином, с полотенцем გახსოვთ? и наливали руки, чтобы помыть. სტუმარს ფეხებსაც აბანინებდნენ. Да также были, омывали ноги гостям, руки. ноги Amen. омывали. აი ესეთი იყო ძვირფასებო ელისე. Да вот такой был Елисей. ის წყალს უსხამდა. Написано, что он наливал на руки господина воду. გასმენთ? ანუ ყველაფერს აკეთებდა, არ თაკილობდა. Он все делал, что... პირველი მეფეთა 19:21. Это первое царство 19-20. ქართულ ბიბლიაში პირველი მეფეთაა, მაგრამ ძველ იმაში ეს არის უკვე მესამე მეფეთა. Да, это третье царство. ეტა არ თქვა. ჰალელუია. დაბრუნდა, აიყვანა უღელი ხარი და დაკლა. ხარის უღლით,
ხორცი მოხარშა, ხალხს დაუნაწილა და ხალხმაც ჭამა. Адга гахва Элиас да ემსახურებოდა. Он вернулся, он рассек этих животных, принес жертву, раздал людям и последовал за Ильей. არ მახსოვს ახლა რამდენი ხარ 12 ხალი ყავდა თუ Я не помню, 12 12 пар волос. წარმოგიდგენთ ადამიანი რომელიცაც 12 წყვილი ხარი ყავს. 12 пар волос. ეს იყო მდიდარი ადამიანი. Он был богатый человек. გასმენთ? რამდენი ჭირდება სახსრები რომ ერთი ხარი შეინახო. Сколько нужно сделать, чтобы одного вола содержать? და ხარი თან მომგებიანი კი არ არის ვიფასებო. И вол, он не такой выгодный. სეზონზე ამუშავებ, Ты только обрабатываешь вот на сезон, დანარჩენი უქმად უნდა აჭამო მთელი ცხოვრება. а потом целый год ты должен просто кормить. რძეს არ გაძლევს, ხორცს არ გაძლევს, ყველს არ გაძლევს. Сыр не дает. და 12 წყვილი ყავდა. У него 12 пар волос. 24 ძლიერი ხარი. У него было 24. და გადაწყვიტა რომ კი მე ვემსახურები ამ საქმეს. Да я служу. კურთხეული ვარ. Я очень благословлен. გესმენთ? ძალიან ბევრს გონია რომ თუ მსახური გახდება, ესე იგი გამდიდრდება. Многие думают, если они будут служить Богу, они разбогатеют. პირიქით, მან გასცად ვიფასებო. ნახეთ რა წერია. Он отдал. ერთი უღელი, ერთი წყვილი ხარი დაკლა. На одну пару волов он заколол, წვადი შეწვა. ну шашлык сделал, შეშა უღლით, ისა უღელი დაჭეხა და იმაზე შეწვა. да он лук разломал, и вот там на этих მოხარშა. он сварил. ой, გააკეთა ალბათ ისა რა ქვია. ხაშლაბა. Он ნახე, ხალხს დაუნაწილა. раздал людям. მსახური უნაწილებს სხვას. Слуга он людям раздает. ვინ არის ჩემთან? Да кто со мной? ამენ. მსახური სხვას აჭმევს. И- ო, თუ მომჩება რაღაცას გადმოგიგდებ. А вот если останется что-то, я тебе помогу. ეს არ არის მსახური. Это не служите. ნახე, ხალხმა ჭამა. И люди тоже поели. ხალ გინდა ხალხს უყვარდა და დაგლოცოს? Ну что люди тебя любили и благословляли. აჭამე. ჰალელუია. Кормить. გინდა ხალხმა დაგლოცოს? Ты хочешь, тебя- გინდა? хочешь, тебя благословляли? არ მიხვიდე. წემსთან არ უთხრა, დამლოცე, მამაო. აჭამე. ჰალელუია. მეუძღველი დიდება უფა. Накорми пастора. ამენ. თუ მე მიხარია. Ты скажи, что я рад. ამენ. გაუნაწილე საჭმელი სხვას. Поделись с едой других ყოველთვის людей. გამნაწილებელი იყავი. Будь подаятелем. მარტო ნუჭამ კაცო. И когда ешь один, იცი დღეს ხალხი ბევრი რა დღესია. очень многие люди, знаете, მარტო ჭამს сами кушают, და მე ტელევიზორს უყურებს. а потом смотрят телевизор. როგორ დასუსტეს. Вот как ты похудеть? დიეტა ვნაო, მოდი ეს дієта ვნახოთ. Вот эту типу ეს дієта посмотри, ვნახოთ. эту типу посмотри. მე გასწავლი უფასო кай дієта. Я получу бесплатную классную диету. ხალხს გაუნაწილე. Поделись с другими едой. ა? ჰალელუია. და ნახე მე რა ქნა. И что он сделал? ადგა Он встал გახმა ელიას. и последовал за და ემსახურებოდა. и служил ему. აქა მას ემსახურებოდნენ, დიდარი იყო, ჭამდა, სვამდა Иисус был богатый, ему служили, кушал, пил Елисей. და ტყეღრეში ელიას დაძდებდა. А сейчас он ходил по лесам и везде с Ильей. გესმენთ? Следовал за Ильей. ის ღმერთს ემსახურებოდა ზეპასებო. ჰალელუია. Аллилуйя. ეცე ამ წუთის ოფლის თვალსაზრისით Вот по мнению этого мира, по взгляду, ეს არის დაქვეითება, это значит, что он должен პანიშენია. до понижения в должности. ამენ, მაგრამ ოფლის თვალში ეს არის წამოწევა და პირიქით დაწინაურება. А в глазах Божьих это повышение, честь. ამენ. Аминь. მე მგონი ეს 100 წლად მისიონერი რო ის რო იყო ევანგელისტი 100 წლის გარდაიცვალა, რაგვარი იყო დამავიწყდა. თქვი? Когда был миссионер, который умер, ევანგელისტი. а был евангелист, который умер, Билли Грэм? და ბილი გრემ. ბილი გრემს უთხრეს რომ კენჭი იყარე ამერიკის პრეზიდენტად. Да, Билли Грэм сказал, что ты должен, может быть, даже кандидаты, да? პრეზიდენტად კენჭი იყარე. До президента, чтобы, ну, და მან თქვა, მე ესეთი თანამდებობა მაქვს, Он сказал, у меня такая должность, Билли Грэм сказал. რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუქვეითდები. Я никогда не увижу свою должность, я не хочу нести რომ должность. გავხდე ამერიკის პრეზიდენტი. Что стать президентом გესმით Америки. ვიფასებო. მაგრამ იცით რა გააკეთა ელისემ? А что делал Елисей? ღმერთის თვალში.
მან მიიღო ეს დაწინაურება და И в ემსახურებოდა глазах ღმერთს. Божьих он получил высшую должность. ღებულობთ რამეს დღეს? Вы понимаете, что это сегодня? რატომ არ უნდათ რომ იყვნენ ღმერთის მსახურნი? А почему люди не хотят быть служителями Бога? ამიტომ რომ ვერ ძლებენ, მოუთმენელნი არიან, ბოლომდე ვერ ელოდებიან. Потому что люди не могут терпеть, они не могут, вот такое терпение не имеют. ცდუნებებზე ვერ იმარჯვებენ. Они не могут вот победить над искушениями. უნდათ ტრიბუნა, Они хотят თანამდებობა трибуну, должность. და როდესაც უფალი უჩერებს, ამუხრუჭებს, Но когда Бог тормозит, ბოლომდე ვერ ძლებენ და მიდიან. они не могут остановиться и уходят. არ უნდათ სხვებზე უანგაროდ მომსახურება. Они не хотят бескорыстно служить людям. გესმით? ნახეთ, იყო ესეთი მსახური ხალები ძვირფასებო. Да был такой служитель Халев. მოდით ნახოთ რიცხვის მე-14 თავში. Это числа? რიცხვის მე-14 თავი, Числа 14. 24 მუხლი. На 4. ხოლო ხალებს ჩემს მსახურს მივიყვან იმ ქვეყანაში, რომელიც ნახა, რადგან სხვა სული ჰქონდა და ბოლომდე მომყვებოდა. მისი შთამომავლობა დაემკვიდრებს მას. Господь решил, что только Халев я приду в обетованную землю, моего слугу, потому что у него был другой дух, и его поколение, у него будет жизнь на новой земле. ისე ემსახურებოდა მოსეს, Халев так служил Моисею, რომ ღმერთმა თქვა, что Господь сказал, ჩემი მსახური. Халев мой служитель. ამენ. კიდე ღმერთმა თქვა შენზე რომ ისი მსახური Ну, ხარ. чтобы сам Бог сказал, что это мой слуга, это мой служитель. ჰალელუია. აქ მოსი არ ამბობს რომ ჩემი მსახური იყო. Моисей говорит, что это мой служитель. ღმერთმა თქვა ძვირფასი. Сам Бог сказал о Халеве, ჰალელუია. что он мой ჩემი слуга, მსახური. мой слуга, мой служитель. ის მე მომყვებოდა. Он за мной следовал. როგორ? Как? ბოლომდე. До конца. ბოლომდე. До конца. ბოლომდე. До конца. ხი ბოლომდე. არა შუა გზამდე. ბოლომდე მომყვებოდა. ამენ. არ შეჩერდა. იყო პრობლემები, იყო რაღაც გაურკვევლობები. Были проблемы, были какие-то სხვადასხვა სახის разных видов. წინააღმდეგობები, Были сопротивления. მაგრამ ის ბოლომდე მომყვებოდა. Но он до конца აი следовал. ვინ არის ღმერთის მსახური? Вот кто есть ვის слуга ბოლომდე Божий. მიყვება. ამენ. არა შუა გზამდე. ეხლა უკვე აღარ შემიძლია. Я уже не могу. დავბერდი. Я уже устал. ბავშვებმა Я გააკეთა. уже постарел. Вот Ара. пускай дети делают. იცით რამდენი წლის იყო ხალები ძვირფასებო? Сколько было Халев? 85-ის. 85. ვინ არის აქ 85 წლის? Кому из вас 85? ამიტომ ეხლა ხალები ზეციდან იყურება და ამბობს, ბაღნები ხართ ჩემ. Халев расстреляет. Давай еще. არ დანებდე, გააგრძელე, ბოლომდე გაყევი, გაიმარჯვე, ემაუფავს. ამენ. ამენ. რამდენი გაკლია 85-მდე? Сколько тебе еще на 85 осталось? ბევრი. Много. ამიტომ გაქვს შანსი. У тебя еще რომ шанс. ღმერთმა შენზე თქვას. Что Бог сказал о тебе. რომ ღმერთმა შენზე თქვას. Что Бог сказал о тебе. აი ეს იქნება ჩემი მსახური. Это будет мой ყოჭებში служитель. ეთყობა. Вот видно по нему, что он хороший. ამენ ძვირფასებო, იცით, ადამიანები ეცდებიან რომ პოზიცია მიიღო, Люди хотят получить позицию, მაგრამ არ უნდათ რომ მოემსახურონ სხვას. но они не хотят служить другим послам. ნახეთ როგორი ილუსტრაცია გვაქვს. Какая у нас иллюстрация? ნავში В лодке. ნიჩბების წამოღება არც ერთს არ მოგაფიქრდათ? А чтобы все забыли весла взять. ნახეთ, ნიჩაბი არავინ არ მოიტანა. Да, весла никто не принес. ყველას უნდა საჭე ეპყრას ხელში. Все хотят рулить хотят. გესმე? ყველას უნდა რომ პასტერო შენ უკვე ასაკში შედიხარ. Они говорят, пастор, ты уже в возрасте, თმა რა მოგივა. у тебя волосы уже не вырастут, კბილებით ჩასასმელი გაქვს. и зубы надо оставлять уже. ამიტომ მიდი პენსიაში რა. Давай лучше на пенсию тебе поставим. თორე უფალი მამხელს А то Бог меня обличает. და რომ მითხრას რომ კბილები ჩოუსვიო, მაშინ რა უნდა ხარ? Если Бог скажет, вот пастору зубы ставь, что мне делать? ამიტომ აგერე ქოჩორა კბილებიანი ვინმე დავაყენოთ კაცო. Да вот и такой с волосами, с зубами, давай его არ поставим. მოხვიდე ეკლესიაში საჭით. Да не приходи в церковь с рулем. იესოს უჭირავს ეს საჭე. Руль держит сам Иисус наш Господь. ნიჩბებით მოდი. Приходи с веслами. ნიჩბებით მოდი. Приходи с веслами. ამენ, ნიჩბებით მოდი Приходи ეკლესიაში. с веслами. თოხით მოდი, ბარით მოდი. Да приходи с лопатой, с подышкой. ძალაყინით. А это что, мол? ლო, А,
ამენ. ჰალელუია. ჩაქუჩით. с молотком. ჰალელუია. და იმუშავე ღმერთის სახლში. И работать в доме Бога. დიდებულია ჩვენი ღმერთის ვიფასებო. Наш Бог великий. ამენ. Аминь. მსახური არ უნდა ხელმძღვანელობდეს თავისი ხასიათით. То есть служитель не должен исходить со своего характера. მე ვხსნობ, Вот я сейчас чувствую. რომ ეხლა არ უნდა ვიწავიდე ეკლესიაში. Сейчас я не должен идти в церковь сейчас. ეხლა მე სახლში უნდა ვიზრდე. Сейчас я чувствую, что я дома должен быть. ესმე. ეს ღმერთის მსახური, ესეთი ვერ გახდება ვერასოდეს ღმერთის. Такой никогда не станет слугой Бога. ეს სხვა ვიღაცის მსახურია. Он служитель кого-то чего-то другого. და საშინელება ვისი მსახურიც არის ესეთი ადამიანი. И жаль, чей он слугой. ადამიანი, რომელიც აცდენს კრებას, Человек, который пропускает служение, ღმერთის დღეს იპარავს. он крадет день Божий, ეს ეშმაკის მსახურია. он слуга дьявола. ღმერთი არასოდეს არ გვატყუებს ჩვენ ვიფასებ. Бог никогда нас не обманывает. ამიტომ გვეუბნება. И он говорит, არ მიატოვო საკრებულო. не оставляй свое собрание. ამენ. თუ გინდა მე მემსახურო. Если хочешь мне послужить, არ მიატოვო საკრებულო. не оставляй собрание. ჰალელუია. ამიტომ მიაქცია ყურადღება. Обращай внимание. არ უნდა იყო დამოკიდებული თუ რას გრძნობ, ვინ როგორ გეპყრობა. Ты тоже чувствуешь, что он говорит, кто ко мне как относится, как я чувствую себя. რაღაც ხასიათი არა ვარ. Я что-то не настроение. ასეც ვერასოდეს ვერ გამოიყენებს ღმერთი. Таких никогда не будет использовать Бог. ღმერთი არასოდეს არ გამოიყენებს ესეთ ადამიანს, რომ იყოს მისი მსახური. Бог не будет использовать этих людей в служении. ამენ. გახსოვთ თვისებები როგორი უნდა გქონდეს. Знаете, какие свойства... მოდით ნახოთ ილუსტრაცია შემდეგი ვიფასებ. Знаете, какую иллюстрацию посмотрим? ჩანგლები. Это вилки. ეს შუაში არის ერთი მოღუნული ჩანგალი. და აქ წერია. На середке написана такая... თუ შენ ასეთი ხარ, Если ты такой, ვერასოდეს ვერ იქნები გამოყენებული მსახურებაში. тебе сложнее использовать. თუ ისეთი არ ხარ, როგორც სხვა დანარჩენი, Если ты такой, как все, რთული იქნება შენი გამოყენება. тебе очень трудно будет использовать тебя. ამიტომ ნუ ესტები რომ სხვანაირი და განსხვავებული იყო. Не пытайся быть особенным. ო, მე იცით, მე ჭკვიანი ვარ. Ты говоришь, знаете, какой я очень умный. მე არა ვარ, თქვენ არ ხართ ღირსი რომ მე ვიყო თქვენს ღმერთით. Вы не достойны, чтобы я такой, как я был среди вас. მე ძლიერი ვარ. Я сильный. შენზე ბევრჯერ მაქვს დაკითხული ბიბლია. Я больше тебя читал Библию. შენზე ბევრი შევწირე. Я больше жертвую. შენზე ბევრი ვსახურე. Служу больше, чем შენზე ты. დიდი ხნის მორწმუნება. Я больше верующий, чем ты. გესმით? Больше. ღმერთი გულს უყურებს. Бог смотрит на сердце. ამენ. ღმერთი გულს Бог უყურებს. смотрит на сердце. ამიტომ ნუ იქნები ესეთი დაღრეკილი. Да не будь таким, დიახ. ну таким. ამენ. Сколько? თუ ხარ ასეთი უფასუთხარი გამასწორე ღმერთი. И если ты такой скрученный, скажи, Господь, ну выпрями меня. თუ შენი დაიწყებ გასწორებას გატყდები. Если ты сам хочешь исправляться, ты поломаешься. მაგრამ ღმერთს უთხარი გამასწორე უფასო. Скажи, Господь, ну сделай меня ровным. ამენ. ნუ უსწორდები წუთისოფელს. Не равняйся на этот мир, იმას ვჯობი ვარ. что я лучше, чем мирские. იესოს გავუსწორდი Равняйся на Иисуса. და მისი მსგავსი გახდი. И будь похожа на Иисуса. და ის მოგეხმარება. Это поможет тебе. ჰალელუია. კარგით, მოდით გავაგრძელოთ ცოტა სწრაფად. Давайте. მე მინდა რამოდენიმე დღეს ადგილი უბრალოდ მოინიშნეთ ვიფასებო, რომ მე სახში დაამუშავოთ. კარგი ადგილები ამოვიღე. Я просто хорошее местописание, просто запишите. სახური უნდა იყოს ყოველთვის მზად შეცვლისთვის. Служитель должен быть готов к переменам. ამენ. ის ყოველთვის უნდა იყოს გამოსადეგი. Он должен быть, его легко можно использовать. ამენ. ის ყოველთვის უნდა იყოს გახსნილი მხილებისთვის, Он должен открыт для обличения, დასჯისთვის, для наказания, წვრთნისთვის, для тренировок, დარიგებისთვის, для назидания, სწავლებისთვის. для учения. მეორე ტიმოთე 4:5. Второй Тимофея, მოინიშნეთ ეს ადგილი. შენ კი ფხიზლად იყავი ყველაფერში, ტანჯვას გაუძელი, აქეთ ემახარებლის საქმე, აღესრულე შენი მსახურება. да ты же будь тверд и совершай служение благовестника, совершай свое служение. იცით, ბიბლია ხშირად, სადაც იესოზე ლაპარაკობს ტანჯვაზე ძვირფასებო. Вот там, где Библия говорит о Иисусе, она говорит о страданиях. ესმით, ტანჯვა Страдания, ეს არის თანსდევი მსახურის. это как бы следует за ამენ. служителями. ჰალელუია. Аллилуйя. ძვირფასებო, მიაქციეთ ყურადღება.
თუ შენი ცოდვებისთვის იტანჯები, Если ты страдаешь за свои грехи, აქ უფალი არაფერ შუაში არ არის. здесь Господь ни при чем. მაგრამ თუ იესოსთვის იტანჯები, Но если ты страдаешь за Иисуса, მაშინ შენ ხარ ახლოს რომ ხარ მსახური. когда ты близко, что ты служишь. კეტრინ კულმანი, Кэтрин ნახეთ რა Кулман, საოცარ სიტყვას ამბობს ვიფასებო. они удивительные ძიმე слова. განსაცდელები ჩვეულებრივ ქრისტიანს ხდის არაჩვეულებრივ წმინდანად. Да, трудные искушения делают простого христианина непростым, ამენ, არაჩვეულებრივ. великолепным делает ამენ. христианина. და ამზადებს მას იყოს გამოყენებული არაჩვეულებრივი მსახურებებისთვის. И он готовит этого христианина для великих служений. ამენ. თუ არის განსაცდელები და პრობლემები შენ ცხოვრებაში, Если есть испытания и проблемы в твоей жизни, ანჯვები თუ გიწევს, если ты проходишь через страдания, უფალი აგრძელებს შენ სრულყოფას. Бог продолжает тебя совершенствовать. ზუსტად, თუ ხარ დაკვირვებული, თუ არა და აუცილებლად მოინიშნეთ და შეისწავლეთ ეს საკითხი, Если вы наблюдали, если нет, исследуйте этот вопрос. მოციქულები Апостолы, თითქმის ყველა თავის წერილს, каждый свои послания, თითქმის ну почти каждое послание, ასე იწყებენ. начинает так. მოციქული Апостол, და იესო ქრისტეს მონა. апостол и раб Иисуса Христа. ამენ. იესო ქრისტეს მონა. Раб Иисуса Аминь. Христа. ნახეთ, ისინი არ ამბობენ, რომ მე მოციქული ვარ, Они говорят, что პასტორი ვარ, მახარობელი ვარ. да я апостол, я благовестник. ისინი ამბობენ, იესო ქრისტეს მონა. Раб Иисуса Христа. ამონ Аминь. ისინი იყვნენ მონები და იცოდნენ თუ რას ნიშნავდა მსახურება. Они знают, что такое служба. Они были слугами, они знают, что такое быть рабом არა Христа. იმაში, რაც გაწყობს მხოლოდ, არამედ ყველაფერში უნდა იყო მონა ქრისტეს. Ты должен во всем быть послушным Иисусу, быть рабом Христа. უნდა იყო моნა ბიბლიის. Ты должен быть рабом Библии. ამენ მსახური უნდა იყო ბიბლიის. Ты должен служить на Библии. ეკლესიის, ლიდერის. Церкви, лидеров, ამენ მრევლის. также последователей. უკომპრომისოდ. Без компромисса. უკომპრომისოდ. ნახეთ, ტოიზერი ამბობს ძალიან კარგ ციტატას ვიფასებო. Это очень хорошие слова. ტოზერი უпростоრად. იყო მართალი ღმერთთან, Да быть правым перед Богом, ხშირად ნიშნავს გქონდეს უსიამოვნება ადამიანებთან. часто это имеется не очень хорошее. იყო მართალი ღმერთთან, Да быть правильным перед Богом ნიშნავს, означает, რომ ხშირად გქონდეს что часто у тебя будут ადამიანებთან უსიამოვნება. такие проблемы с людьми. неприятности. Это неприятности с Амин. людьми. თუ არ გინდა უთანხმოება და ესენი ადამიანთან, Если ты не хочешь вот таких неприятностей с людьми, მაშინ გექნება ღმერთთან. тогда у тебя будет проблема с მაგრამ თუ გინდა Богом. ღმერთთან არ გქონდეს უთანხმოება, А если хочешь, чтобы с Богом не было უსიამოვნება, вот неприятностей, მაშინ ადამიანებთან მოგიწევს რომ გქონდეს тогда უსიამოვნება. у тебя будут неприятности с людьми. ადამიანი ეცნება რომ არ აწყენინოს ვინმეს Да, люди ურწმუნოს боятся, вот каких-то неверующих не обидеть. და იძულებით მიდის კომპრომისზე. И они идут на компромисс. გინდა ღმერთთან არ გქონდეს უსიამოვნება? Ты хочешь не иметь неприятности с Богом. დაანებე ის რა შთაბეჭდილებას შეიქმნის შენზე. Оставь мысли, что как что будет думать об мне эти люди. ამენ. არ მიაქცევ ამ ყველაფერს ყურადღება. Не обращай на это внимания. კენეთ ჰეიგელი ამბობდა ძვირფასებო, Я это говорил. რომ ერთხელ იესომ მითხრაუმე, Однажды Иисус сказал мне, რომ ბევრი ვისშიც მე ჩავდე ჩემი წმინდა სული, многие из тех, кого я вложил в Святой Дух, ვისაც მოუწოდე მსახურებისკენ, кого призвал к служению, სდუმდნენ обольстились სიმდიდრით богатством და დაკარგეს ცხებულება. и утратили помазание. ესმენთ. გამდიდრება ფულმა დაიმონა ისევ ადამიანს. Да деньги и их захватили в рабство. ეს არის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი ეშმაკის. Это очень сильное оружие дьявола. რომ მოდი რაღაც შემოსავალისთვის იფიქრე. Думай о прибыли какой-то. ვინც უფალს მიუძღვნის თავს, Кто Богу посвятит себя, უფალი მას არ მიატოვებს და აკურთხებს. Он никогда не оставит его благословения. ესმენთ. და ამ არხებით ეშმაკი ძალიან ბევრს აცდუნებს ვიფასებო. И через эти источники богатства дьявол очень многих обольщает. ეკლესიებში ვერ მოდის ხალხი იმის გამო, რომ ფულს აკეთებს იმ დღეს. Люди приходят в церковь, потому что ვერ მოდიან они не приходят, да? ფულის გამო, Потому что делают деньги სამსახურის გამო. ради работы. მსახური მუდმივად უნდა იყოს ღმერთთან იმ დღეს, რომელიც არის დანიშნული. А служитель, он всегда в церкви, в тот день, который день Господь. უთხარი შენს გვერდით ვინ ზის, არ გაცდუნოს ფულმა. Скажи рядом, пускай деньги не будут тебя искушать.
Чтобы деньги тебя не искусили. აქეთ ვინც ის იმასაც უთხარი ფულმა არ გაცდუნოს. Чтобы деньги тебя не искусили. ამენ. ჰალელუია. მოდით ნახოთ გალატელების პირველის მე-10 თავი ძვირფასებო. Это Галатам. გალატელების პირველის 10. Галатам 1:10. ახლა ადამიანების დარწმუნებას ცდილობ თუ ღმერთის? Сейчас я хочу, вот кому угождаю, Богу или людям? თუ ცდილობ ადამიანებს ვაამო? Или я хочу людям угодить? ადამიანებს რო ვაამებდე, Если бы я угождал людям, ქრისტეს მსახური აღარ ვიქნებოდა. я бы не был слугой Христа. ამიტომ გადაწყვიტე, ვისი მსახური ხარ? И потому реши, чей შენ ты ხარ ამ слуга? ქრისტეს მსახური Или ты служишь და ვისაც გეუბნება იმ ხალხს რო ემსახურო? Христу и тем людям, которые Бог говорит ამ тебе? ისინი ვინც არ არიან ქრისტესთან და იმ ადამიანებს. Или ты слуга других людей? ამიტომ მიაქცია მას ყურადღება. Обрати внимание. რატომ აირჩია ღმერთმა დავითი? Почему Бог избрал Давида? Давида. ის ემსახურებოდა მაშინაც კი, როდესაც მეფე იყო. Он служил даже тогда, когда еще уже был царем. ის მეფედ ცხებული იყო Он уже был помазан на цари. და ისეთ საქმეებს ავალებდნენ, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანის გასაკეთებელი იყო ზუსტად. Ему говорили делать такие дела, которые делают простые люди. 99-ს მე-20 მუხლი. 99-ს 20. 89-20. ეს ძველ ბიბლიაში არის 92 თავის 21. Это 88-20. ნახეთ, პოვე დავითი, Нашел Давида, სახური, ჩემი слугу. და ჩემი წმინდა ზეთი ცხემას. И я помазал его святым Елеем. ნახეთ, ზურფასებო ღმერთი ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ამბობს და მინდა რომ კარგად დაუკვირდეთ ამ მუხლს. И Бог очень важно говорит слова. პოვე დავითი, Нашел Давида, ჩემი მსახური. моего слугу. რას ნიშნავს ეს? Что это значит? ღმერთი ეძებს მსახურს. Бог ищет слуг. ამენ. ღმერთი ყველგან ეძებს თუ ვინ იქნება მისი მსახური. Бог везде ищет, кто будет его слугой. ღმერთი აქ არის ახლა და ეძებს. შენ გეძებს, გამოეხმაურები თუ არა და იქნები თუ არა მისი И მსახური. Бог здесь, Он ищет тебя и ждет ответ, Аминь. ждет его на его призыв. იცით, ღმერთი არ ეძებს მეფეს. Бог ищет царя. ამენ. ღმერთი ეკლესიაში ჭირდება პასტორი. Церковь нуждается в пасторе. ამენ. ღმერთი არ ეძებს пасторს. Бог ищет пасторов. ღმერთი ეძებს მსახურს Бог ищет служителей, Аминь. слуг. და იმას გახდის პასტორად. И Он сделает впоследствии его пастором. ამენ. მსახური უნდა იყო რომ დაგაწინაუროს ღმერთმა. Ты должен быть слугой, чтобы Бог повысил. სად იპოვა ღმერთმა დავითი ძვირფასებო? Где Бог нашел Давида? მამა აგზავნიდა ფარაში Отец послал его в стадо овец. და ვალის მოხდით კი არ წებსავდა მათ. Он не просто так вот их вот пас просто. გლებს და დათვებს იგერიებდა. Он даже отгонял львов. თავის სიცოცხლეს წირავდა Он даже жизнь свою положил за овец. და მთელ გულს დებდა რომ მამის გული И გაეხარებინა. всем сердцем он открыл это стадо, чтобы отец радовался. ამენ და თქვა ღმერთმა ეს გამოდგება. И Бог говорит, этот парень, Аминь. он сойдет, он хороший. თუ მთელი გულით აკეთებს საქმეს. Если ты всем сердцем делаешь дело, რას გვეუბნება უფალი? что будет Господь? მთელი გულით აკეთე. Если ты всем сердцем თუ ვინმე делаешь, რამეს გთხოვს ან დაგავალებს. когда кто-то тебя говорит об этом, просит. არა როგორც კაცთათვის, არამედ როგორც უფლისთვის, Как ისე для მოიქეცე. людей, а как для человека, а как Десме. для Бога. და ნახეთ, ჯერ იპოვა ესეთი მსახური Сначала он нашел такого служителя, და მერე მისცა ცხებულება. а потом его помазал. Дал помазание. ამენ. მე ვიპოვე Я нашел და ჩემი Давида, წმინდა ზეთი ცხე. я помазал. რას ნიშნავს Давида. ცხებულება ძვირფასებო? Что значит помазание? ო ღმერთო მომეცი ცხებულება. Господь, дай мне помазание. რისთვის? Для чего? რომ მე იტრაბახო ნახე ცხებული ვარ? Чтобы хвастаться, какой я помазанный. არა. Нет. რა არის ცხებულება Что ძვირფასებო? такое помазание? ეს არის განსაკუთრებულობა. Это значит особенность. ეს არის გამოყოფა. Это отделение. ამენ. ცხებული ვინც არის, Кто помазан, ის სხვა რამით არ უნდა იყოს დაკავებული. он чем-то другим не должен был занят. შენ ხო გაქვს სახში ჭურჭელი? У тебя же есть посуда. ამენ. აი, განსაკუთრებული ჭურჭელი. Есть такая особая ვინმე თუ посуда. მოდის ისეთი ეცდები რომ განსაკუთრებული ჭურჭლით გავუმასპინდე. Вот такие все люди, которые ты хочешь особо красиво. არა ისეთი ეს ბებიის ბაბუამ რომ აჩუქა და ხელს არ კიდებ. გარეცხავ ისევ შეინახავ ცერვანში. Да такой значит баба. მაგრამ უბრალოდ სტუმრისთვის. Ну так у тебя есть. Я говорю, იმას ყოველდღიურად არ იყენებ. да ты каждый день не используешь. ამენ. эту ვიდა посуду. ეხლა რომ გესტუმრო ხო განსაკუთრებული ჭურჭლით მომართვე ყავას. Да видно то, что у меня Аминь. вот особое кофе со იმით არა რომელთაც
რომლითაც შეიძლება კატასაც აჭმევ რაღაცას არ ძავს. Они тоже там все. Вот ты кошку кормишь, а потом человек. რას ნიშნავს ეს? Что это значит? განსაკუთრებული ნიშნავს ის სხვა დანიშნულებისთვის არ შეიძლება გამოიყენოს. Это особый сосуд, он для других дел не используется. ღმერთი რო ცხებს Когда Бог тебя და помазывает, აგავსებს წმინდა სულით, наполняет Духом Святым, სხვა რაღაცები აღარ უნდა აკეთო. ты то что-то другое делаешь. ამენ. შენ როდესაც საჭმელს მიირთვევ რაღაც თეფშიდან, Когда ты ешь блюдо в какой-то тарелке, იმ თეფშიდან შენს ხბოს არ აჭმევ საჭმელს. ты с этой тарелки теленку не даешь. ამენ. ძაღლს არ აჭმევ. Или собаке. ეგრეა? Это же так. იმედი მაქვს ეგრეა. Это же так. ჰალელუია. ამენ. ჩვენ ღმერთმა გცხო, Наш Бог помазал, გამოვხო отделил ამ საზოგადოებიდან, от этого общества. რომ მას ვემსახურო. Чтобы ему служить. და არ უნდა დავისვარო წუთისოფლის სიბინძური. Вот ამენ. ცხებული ხარ. ты помазан. და აი წარმოიდგინე შენი თავი ახლა. И представь себя. სახში ზიხარ. Ты сидишь дома. და რასაც აკეთებ? И то, что ты делаешь, ეს შეესაბამება ცხებულებას? это соответствует тому помазанию, которое Бог тебя помазал. რით ხარ დაკავებული? Чем ты занят? ესმენთ. ხარ გამოყოფილი სახლშიც? Ты дома тоже отделен от этой грязи. თუ ამ შენს ჭურჭელს, რომელსაც სხეული ქვია, И твой плоть, который есть сосуд. სისულელებით ავსებ, Ты наполняешь всякими Сибинзури. глупостями, всякими гадостями, ტელევიზორი ჩანთე, грязью, телевизор, ყლელობა, მრუშობა, блуд, убийство. ბაგე შენი, რას წარმოთქვა? И твои уста что говорят? ესმენთ. ალო, Понимаете? ისმის? Слышно? Слышите? ღმერთს უნდა Бог хочет ცხებულების შემდეგ после помазания, არ გაისვარო. чтобы ты не пачкался. ეშმაკი შეეცდება დასვრას. Дьявол будет пытаться, чтобы ты არ испачкался. არის სავალდებულო ეძებო ტალახი. Не обязательно грязь. ამენ. ყველგან ტალახია და სიბინძური გარდა ქრისტესი. Кроме вне Христа везде грязь. გაირყუნა ყველაფერი ძვირფასება. Все извратилось. ახსასრული ახლოვდება, იესო ბრუნდება. Все пройдет уже последнее და время. წერია წინასწარმეტყველებაში, რომ ბოლო დროს ყველაფერი გაირყუნება და გაფუჭდება. Написано в последнее время Там все бензурდება. и извратится, все станет более грязным. და შენ მის მსახურს არ გაქვს უფლება, რომ აერიო ამ სიბინძურეში. И у тебя нет права, как служителей, смешивать с этой грязью. ამიტომ ის ნახე რას ამბობს, მე ვპოვე დავითი, Он говорит, я нашел ჩემი Давида, მსახური, რომელიც ვცხე слушайте, который და я помазал. ცხებულება, რომელიც გაქვს, არ გასვარო, იმიტომ რომ უფალი ესე არ ისვრის მის ცხებულებას. И помазание, которое Бог дал тебе, не пачкай это само помазание. Бог не кидает на ветер помазание. შენ ხარ კონკრეტული მიზნისთვის ცხებული. Ты помазан для особой миссии. შენი ჭურჭელი არ არის ცილის წამებების მოსმენისთვის. Твой сосуд не для того, чтобы слушать всякую клевету, ამენ. ჭორებისთვის, сплетни, უმადურობისთვის, как это неблагодарность კრიტიკისთვის. или критику. ამენ. ის არის გამოყოფილი მორჩილებისთვის, Это сосуд выделен для послушания, მიტევებისთვის. для прощения. ამენ. ამიტომ უნდა იფხიზლო. И ты должен бодствовать, ჰალელუია. резвиться. დაიდე თავზე ხელი და თქვი, ჩემი თავი არ არის ნაგვის ხუთი. Положи руку на голову и скажи, моя голова это не мусорный бак. или ამენ. ящик. ჩემი გული არ არის ნაგვის ხუთი. И мое сердце это не мусорный бак. ეს არის სულიწმინდის ადგილი. Это место Духа Святого. ამენ. ეს არის ბიბლიის ადგილი. Это место Библии. თქვი, ჩემი ენა Скажи, мои არის уста, ინსტრუმენტი, инструмент, რომ ვაღიარო უფლის სიტყვა. исповедовать Слово Божье. და არ გამოვიდე შენი ბაგიდან ცუდი სიტყვა და უწმაწური. Чтобы плохие слова не выходили из твоих уст. ამენ. Аминь. იმიტომ რომ უფალს უნდა რომ გცხოს და იყო გამოყოფილი, განსხვავებული Господь ყველას. тебя помазал, чтобы ты был отделен, выделен. ქვეყნიერება ეცდება რომ მისი თვალსაზრისით იყო გამოყოფილი. Мир хочет, чтобы ты с его точки зрения был таким особенным. ამიტომ ფხიზლად იყავი. Будь осторожен. მე-19 ფსალმონი. 19 Псалом. ნახეთ რა წერია ძვირფასებო. Написано. განზრახ ცოდვებისგან დაიფარე შენი მსახური რათა არ გაბატონდნენ ჩემზე მაშინ. უმციკლო შევიქნები და თავს დავაღწევდი დანაშაულს. Да избави меня от грехов моих. Аминь. Если ты не избавишь, я буду непорочен. იცი, შეიძლება ცოდვა არ იცი და ჩავარდი ცოდვაში. Может, ты не знаешь и впадешь в какой-то грех. მაგრამ არის ისეთი ცოდვა, რომელსაც შენ შეგნებულად აკეთებ. განზრახ როგორ არის იქ? Такие грехи, которые ты специально совершают. 18-14 და неумышленные. Да, неумышленные, да.
Amen. Неумышленно, наоборот. От умышленно. შეიძლება რაღაცა შეცდე, Грехов избавлено. მაგრამ თუ იცი რომ ეს ცოდვაა, Ты можешь ошибиться, не зная. Но если ты знаешь это и умышленно это делаешь, что грех, ისევ აღარ უნდა გაიმეორო. ты не должен это ამიტომ повторять. დავითი ამბობს ეფესე რომ აი ამ განზრახ ცოდებისგან И შემიცავ. от этих умышленных грехов меня избавь, пожалуйста. გინდა უმციკლო იყო. Ты хочешь быть беспорочным. არ გაიმეორო რაც იცი რომ არასწორია. Если ты знаешь, что это грех, не повторяй это. ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება. Собака возвращается на свою блевотину. დაბანილი ღოვლი ისევ ტალახში მიდის. А мытая свинья идет опять в грязь валяться. არ გიშველებს მხოლოდ მონანიება და იგივეს გამეორება მეორე დღეს. Да только покаяние не поможет, а просто ты опять повторяешь. მობრუნდი უფალთან. Обвернись к Господу, და უთხარი вернись. მაპატიე. Скажи прости, გამწმინდე. освети, ცხე помажь. და მინდა უკვე ვიყო შენთან და მოგეწებო. Я хочу быть с тобой, Аллилуйя. вернуться к тебе. ღმერთი იცავს და ამართლებს არა ზარმაც და ჯიუტ და თავნება ქრისტიანს. არამედ მსახურს. Да Бог оправдывает не ленивого христианина, а своего служителя. ამენ, არა ჯიუტს, И не упрямого. არამედ ვინც მას ემსახურება. ესაია 54:17. Это Исаия 54:17. 54:17. შენს წინააღმდეგ გამოჭედილი ყოველი იარაღი გაწოდდება. Да всякое оружие, которое будет идти против тебя, оно будет бессильным. და ყოველ ენას, რომელიც ბრალს დაგდებს ამჟავროზე შენ დასდებ მას მჯავს. И язык, который будет тебя клеветать, обвинять, он будет осужден. ეს არის უფლის მსახურთა ხვედრი. Это участь Божьих служителей. Amen. Аллилуйя. და მათი გამართლება ჩემგან არის ამბობს უფალი. Их неоправдание от меня მისმინეს будет ვირფასება. Господь. ილაპარაკოს ხალხმა. Пускай говорят, დაგსაჯოს, пускай тебя судят, გაგაკრიტიკოს, пускай тебя რაც критикуют, უნდა ის გააკეთოს. чтобы они не сделали თუ შენ люди. უფლის მსახური ხარ, Если ты служитель Божий, რაც არ უნდა მოგიშვიროს იარაღი და დაგემუქროს. вот как бы тебя они не пугали, не угрожали оружием. ეს მე გაწუდება. Это оружие не будет შეიძლება დაგიმიზნოს, естественно. მაგრამ ის არის გადაწყდება. Прицелиться, но Ой, არ გამოვარდება. стрела поломается, пуля თუ შენ не უფლის будет მსახური ხარ. эффективна. Если ты თუ Божий უფლის მსახური слуга, არა ხარ, если ты не Божий მაშინ слуга, მიიღებ შესაბამისად თუ იმსახურება. тогда ты получишь то, что ты заслужил. არ უპასუხო თუ ვინმე აქ ამ წუთისოფლაზე რაღაცას გაბრალებს. Если кто-то тебя в чем-то в этом миру обвиняет, не спорь с ним, не говори. როგორი სასამართლოც არ უნდა ჩატარდეს აქ. Какой бы суд здесь не был, დაიმახსოვრე. запомни, ბოლო სასამართლო последний суд არის ეცაზე. на небесах. ბოლო მოსამართლე არის ღმერთი. Последний главный судья. და ის Господь. სწორად იტყვის მართალი ხარ თუ არა. Он скажет правду, ты прав или ты მაგრამ виновен. ვინც მისი მსახური იქნება, И кто будет Божий слугой? იმას გაამართლებს ღმერთი. Бог того ამენ. оправдает. ამიტომ ჰალელუია, გააგზელე მისი მსახურება. Аллилуйя, служи Господу, продолжай служить Господу. დაიმახსოვრე რომ თავისუფლება არის უფლის იესოს უღელში. Потому что свобода только в упряжке с Господом. ამენ. ამიტომ დაბრუნდი უფლის უღელში. Вернись. უღელი, იგა. Иго. ამენ. Вернись. ყველაზე საშინელი და დამღუპველი უღელი არის თავისუფლება. Самая опасная иго – это свобода. ამენ. დაბრუნდი იესოს უღელში. Вернись в иго Господу. დაბრუნდი იესოს უღელში. Вернись в иго Господу. ყველაზე დიდი ცოდვა ზვირფასებო რაც მოხდა და ბიბლიაში ვსწავლო. И самый большой грех, который был в Библии, мы изучаем его. იცით როდის მოხდა? Когда произошел? როცა თავისუფლებაში იყვნენ. Когда люди были в свободе. ამენ. პირველი ცოდვა როდის მოხდა? Первый грех, когда был совершен. გამოსასვლელი დღე რო იყო მაშინ. Когда был выходной. ამენ. აი მაშინ მოხდა ცოდვა. Тогда и был совершен. როცა грех. დაისვენა ღმერთმაც, Когда Бог отдыхал, ამენ, ეშმაკი არ ისვენებდა. то дьявол не отдыхал. ამენ. იცოდე შენ რო ისვენებ Когда ты отдыхаешь ღმერთის გარეშე, без Бога, ეშმაკი არ ისვენებს дьявол не отдыхает. და ის ჩასაფრებულია. Он уже в западне сидит. დავითმა როდის შესწოდა? Когда Давид согрешил? როცა ომში არ წავიდა და თავისუფლებაში იყო. Когда он не пошел на войну и был в свободе, отдыхал. არ იცოდა რა იქნა. И не знал, что делать. როცა არ იცი რა ქნა, Когда не знаешь, что делать, აი ყველაზე დიდი საფრთხეა რომ შესწოდო. это когда ты можешь согрешить легко. ამენ. როცა Опасно. არ იცი რა გააკეთო. Когда не знаешь, что делать, чем тебя занять, მე დამირეკე და გეტყვი. мне позвони, Amen. я скажу тебе, чем заняться. და არ გირჩევ რომ შესწოდო. И я тебя не буду советовать грешить. ჰალელუია, ქება უფალს. Хвала Господу. მოდით ნახოთ მეასეს მეორე მუხლი. Что?
სიხარულით ემსახურეთ უფალს. С радостью служите Господу. სიხარულით ემსახურეთ С უფალს. радостью служите მიდით Господу. მის წინაშე სიმღერით. Идите пред лицом его с песнью. ეს 99-ის მეორეშია ძველ ბიბლიაში. Это 99:2. კომუნისტების ბიბლიაში. Это в коммунистической Библии 99:2. ამენ. ჰალელუია. მაგრამ სიხარულით ემსახურეთო წერია. С радостью служите Богу. სიხარულით ემსახურე. ო, დამავალეს რაღაც გავაკეთო. Мне сказали, что делать. არა, გეტყვია რაღაც მოემსახურებინმე. Мне скажут, кому ჰალელუია თქვი. Аллилуйя! მე შემიძლია ვემსახურო. Я могу служить? ამენ. Как ო, это არ важно. შემიძლია. Ой, я не могу. ო, იქა მესობა. აგიმტკივა, დავიღალე. არა, სიხარულით გაიქეცე. Все делать с радостью. დიდება მას. თქვი დიდება მას. Скажи, слава Господу. ხმამაღლა თქვი დიდება უფალ. ჰალელუია. იესუას 24 თავის უცნობილესი მუხლი. Иисус с нами, 24 глава. ამენ. თუ ბოროტებად თვლით თქვენს თვალში უფლის მსახურებას, დღესვე აერჩიეთ ვის ემსახუროთ. იმ ღმერთებს, რომლებსაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ იორდანეს გაღმა, თუ ამორელთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაში სკვიდრობთ. მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნები. Иисус говорит, избирайте, кому вам служить, но я и дом мой будем служить Господу. ოჯახით ემსახურე უფალს. С семьей служи Господу. ოჯახით ემსახურე უფალს. Со своей семьей служи Господу. უფალს უნდა რომ მთელი ოჯახი გადარჩეს. Господь, чтобы вся семья спаслась. გადარჩები შენ და მთელი ჩემი სახლი. Господь, чтобы ты и весь твой дом. მომისმინე, იყავი მაგალითი ჩემი ოჯახისთვის. Будь примером для своей семьи. ამენ. ესე არ მოხდეს. Так, чтобы не произошло. ძალიან ბევრი თავის ოჯახში ვერ მოუგვარებია საქმე. Очень многие даже семьи не могут решить და эти სხვა проблемы. სასწაულია ჭკუას. А других учат, как жить. თხილად იყავი. Будь осторожным. ამენ. იესო თქვა ამაზე. Иисус сказал об этом. რომ ჯერ Вначале შენი თვალიდან ამოიღე. со своего глаза это бревно вытащи. ამენ. და მე ეძებე ჩემს თვალში. А потом чужих ищи ამიტომ ეს своих. ძალიან ბევრისთვის დაბრკოლებაა ძვირფასებო. Для них это, для многих это преткновение. ყველაზე დიდი და მთავარი მსახური Самый главный слуга, და служитель. ყველაზე დიდი И მსახური самый большой служитель. შენ Ты ხარ შენ სახლში. в своем доме. ამენ. Аминь. ძალიან ბევრს უნდა ეკლესიაში იყოს მსახური Многие хотят в церкви быть служителями, და სახლი მიგდებულია. а дома их в пренебрежении оставлены. Аллилуйя. ა? А? ყველაზე მთავარი მსახური Главный ოჯახშია. служитель это მე თუ дом. სახლში არ ვარგივარ, Если я в доме непригодный, მაშინ ღმერთი მეუბნება რომ არ გამოვდგები რა. Бог говорит, тогда и здесь ты тоже непригодный будешь. ამიტომ ის შუა კარგად ამბობს ვირფასები. Иисус с нами хорошо говорит. მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ Я и გადაწყვეტილება. дома приняли решение. ჩვენ ავირჩიეთ. Мы выбрали. თქვენ სადაც გინდა იქ წადით და имას ემსახურეთ. А вы кому хотите, тому и служите. ბევრი ადგილია სადაც გეძახიან რომ მოდით ჩემი მორწმუნე გახდიო. Очень многие говорят, вот здесь я служу, там, там. არავის არ ვეუბნები რომ ჩემი ეკლესიის მსახური გახდი. Я никому не говорю, что будь служителем моей церкви. მე გეუბნები Я говорю, იესოს მსახური гахდი. стань ამენ. у Иисуса. იესოს მსახური გახდი. მხოლოდ იესოს მსახური გახდი. სხვა არავის. რომ ის არის ცოცხალი ღმერთი. ქება და დიდება მას. ამენ. კარგით, ერთი ორი ადგილი ზვიფასო უცებ დავამთავრე. უბრალოდ ერთი ადგილი. Одно место Писания еще, и мы закончим. ღმერთი ყოველთვის იპოვის ერთგულს. Бог всегда найдет верных. ნახეთ, სმით ვიქსვორდს აქვს ძალიან მაგარი ციტატა. У Смита есть хорошая цитата. ძალიან მიყვარს ეს ციტატა. ეს არის გენიალური ციტატა. გენიალური ციტატა. Это гениально. ამენ, ჰალელუია. ჰალელუია. თუ შენ ტოვებ ხალხს, როგორიც ისინი იპოვე, მაშინ ღმერთს არ ულაპარაკია შენთვის. Если оставляешь людей, какими нашел их, то Бог не говорит через тебя. თუ შენ არ ხდი ხალხს ან გახარებულს, ან გაბრაზებულს, მაშინ შენს მსახურებას რაღაც აკლია. Если ты не делаешь людей радостными или злыми, то твоему служению чего-то не достает. თუ შენ ომი არ დაგიწყია, Если ты не начал войну, ეს ცუდი სამუშაოა. то это плохая работа. ამენ. амიტომ როდესაც მე ვქადაგებ, И когда я проповедую, არ მაინტერესებს რომ ვიღაცა ამით ახლა არ ვაწყენინო და არ გავახარო. не то, что кого-то там возрадовать, кого-то там обидеть, ამიტომ მე ღმერთის სიტყვას ვაპარაკო я говорю Слово Божие. და ეს სიტყვა ისეთია ძვირფასებო, И Слово оно такое, რომ სახურს გაახარებს. служителей это обрадует. ამენ, მაგრამ ვინც არ არის მსახური და არის თავისი მსახური, А кто сам себе служит,
იმას გააბრაზებს და აწყენინებს. Он очень обидится и будет злой. და ღმერთს И Бог, არ აინტერესებს. для него не интересно. აბსოლუტურად. Вообще абсолютно. შენ გეწყინება თუ არ გეწყინება. Ты обидишься, не обидишься. ამენ. რატომ? Аминь. მე Почему? ვწუნდა რომ შენ მისი მსახური გახდე. Хочешь, чтобы ты стал его слугой? ამიტომ თუ ისეთი მერჩება ადამიანი Если сейчас каким-то таким остаешься, შენთან ურთიერთობის შემდეგ, после общения с тобой, მაშინ ღმერთი არ ყოფილა შენ. значит, Бог не с тобой. შეცად რომ შეიცვალოს ადამიანი. Человек должен меняться. ამენ. ან მიეწებოს იესოს, Или к Иисусу прилепится, ან თქვა საერთოდ აღარ მინდა შენ იესოზე მელაპარაკება. или вообще хочу, чтобы ты об Иисусе говорил. კარგი ძვირფასებო. ღმერთი აუცილებლად იპოვის, რასაც ეძებს. Бог обязательно найдет того, кого ищет. ის იპოვის ერთგულს და გახდის თავის მსახურს. Он найдет верность и сделает из своей მოდით ეს ადგილი და დავამთავროთ ამით. Давайте закончим. იცით, ბევრი ადგილია, მაგრამ მინდა ეს ადგილები შეისწავლო კარგად სახში რომ. Очень много мест Писания. Изучите, пожалуйста. ბევრია კიდევ ადგილი, Еще много мест Писания. მაგრამ ეს ადგილები შეისწავლე, რომელიც დღეს მოგეწია. Эти, которые я вам дам. თვალს მივაპყრობ ერთგულებს ქვეყანაზე, Глаза мои на верных земли. რომ ჩემთან ერთად იცხოვრო, Чтобы они жили со мной. ჩემთან ერთად იცხოვრო. Чтобы со мной ღმერთი жили. ამბობს, რომ ჩემთან მინდა რომ იცხოვრო. Чтобы они со мной жили. ვინც უბიწოების გზით დადის, Кто будет путем непорочности? ის იქნება ჩემი მსახური. Он будет моим слугой, ვინც უბიწოების служителем. გზით დადის. Кто ходит путем непорочности? ამიტომ შენ უნდა შეცვალო შენი ცხოვრება, Кто изменяет свою რომ жизнь? გახდე უბიწო. Чтобы быть непорочным. რომ ღმერთი ეძებს ერთგულებს ამ ქვეყანაზე. Бог ищет верных на этой земле. ამ წუთის ოფელში, В этом мире. დროებით წუთის ოფელში, Временном мире. რომ მარადიულში Что в вечном мире. შენთან ერთად იცხოვროს ღმერთი. Жить, что Бог. იესოს სახელი Во имя Иисуса. და ყველა თქვა Да. ამინ ჩვენს უფალს ვიფასებო. ჰალელუია. მოდი წამოვიდეთ. Давайте мы встанем. მოდი დავწიოთ ჩვენი